რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის? ამ ეტაპზე, ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმნიშვნელო ხარ ან თუ უმნიშვნელოვანი ხარ, ამი არ შეიძლება. ამ ეტაპზე, გოგონები. ნახოთ. რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ამ ეტაპზე? ისევ ის კარტები ამომდის, მაგრამ დავაიგნორებ, მაინც ამოვა პასუხი. რამდენად მნიშვნელოვანი ხარ? როგორ არა ხარ მნიშვნელოვანი? იმ კუთხით, რომ თვითონ ძლიერდება. მე მაინც არ დავიღლები იმის თქმით, რომ ამ ადამიანს აქვს მისი ინტერესები. შენ ან შანსი ხარ მის ცხოვრებაში, ან ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც აძლიერებს, თითქოს შენთან ურთიერთობა ყოველთვის აძლევს ბიძგს, რომ წინ იაროს. ძალიან აქტიური ადამიანია ზოგადად და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ზაფრად ხარ მის ინტერესებში და ეს ინტერესები მე პირადად როგორც ქალს არ მომწონს და არ მივესალმებ, იმიტომ რომ არ არის ეს ნორმალური. მნიშვნელოვანი იმ კუთხით ნახე, მე მაინც მგონია გოგონებო აქ, რომ ბევრს აქვს გულწრფელი გრძნობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიცი ამას არ უკვირდება თუ არ იმჩნევს ან რატო ასე ეს პიროვნება აიგნორებს თავის თავში, რომ არა მე ინტერესები მაქვს, მაგრამ არა, ის არ არის გრძნობა, ის არ არის ის, რომ მე მაგალითად შენზე მინიმუმ, არა, მაქსიმუმ ვიქორწინო და მინიმუმ შენ თავი იყო ძალიან გაცნობიერებულ ურთიერთობაში. ამ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული. ჯერ ამ ეტაპზე, ცხოვრების ამ ეტაპზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. არა და მას მიხვდება, აი გამორიცხე, მიხვდება ამ ყველაფერს. მიხვდები ამ ყველაფერს? მიხვდება ფორტუნა, გამორიცხულია. მიხვდება. ჯერჯერობით გოგონებო ამ ადამიანს რამე სერიოზული არ უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა დააგვიანდება, რომ მნიშვნელოვანი გახდეთ. მე მნიშვნელოვნად გულისხმობ, როცა შენ ხარ ის ერთადერთი და შენს გამო რომ საქმე თუ დაამტკიცოს ყველაფერი. ამას მიხვდება, რომ რა მნიშვნელოვანი იყავი. მაგრამ ეს მტკივნეული გზა და ის იმედგაცრუება მე რომელიც დახვდება მას წინ, რასაც დათესავს რომ იმას მოიმგის, თავისთავად თქვენთვის იქნება სასიამოვნო და მისთვის უსიამოვნო. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია, რა თქმა უნდა. ადამიანს როგორი ურთიერთობა უნდა თქვენთან და როგორ სრულები აქვს, მიდი მოდი. მაგალითად, ღამის საათებში. ან შეიძლება სადმე გისატკავებდეს, აინტერესებდეს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა წუხდებოდეს ეს პიროვნება და გრძნობდეს, რომ არა, მე ვიცი და მე უყურებ ამას, თუ როგორ იჩენს ინტერესს, მაგრამ დამიჯერეთ საქმეში. იმედი გაგიცრუდებათ მისგან, იმიტომ რომ შეიძლება ინტერესი, რომელსაც ეს ადამიანი იჩენს და აქტიურობას, ეს საერთოდ არა ის, რაც უნდა იყოს სტაბილური. ჩვენ ხო სტაბილურობა გვინდა. თუ არ გინდა სტაბილურობა, მაშინ იდეალურია. მე, რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით